მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. რამდენიმე წუთს წაგართავთ და დავიწყებ იქიდან, რომ როგორც ყოველთვის თვის დასაწყისში აქციები კლავაც ძალაშია, ნოემბერი შემოდის და შესაბამისად აქცია იქნება. და ცოტა უფრო ადრე დავიწყებ ამ აქციებს, იმიტომ რომ ხან არის ხოლმე რომ ფიზიკურად ვერ ვეტევით დროში და შესაბამისად უფრო მეტი დრო გქონდეთ ადამიანებს, ასე რომ ფასტაკლებები გაშლოთთან დაკავშირებით პირადი დიაგნოსტიკა როგორც 80 ლარი არის და 50 ლარი იქნება, ხოლო სრული დიაგნოსტიკა 150 ლარი არის და იქნება 100 ლარი ამ შემთხვევაში. ასევე გეტყვით, რომ დამატებული მაქვს ესეთი მომსახურეობა, ესე რომ ვთქვათ, მე არის საუბრობ ხოლმე ერთი კითხვის კუთხით, ანუ ერთი კითხვაზე პასუხის გაცემით, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მოთხოვნა გამომდინარე დავამატე ესეც, რომ ანუ ადამიანებს უბრალოდ უნდათ რომ ერთ კითხვაზე გასცე პასუხი და იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ერთი კითხვა თქვენთვის ძალიან ბევრი რამის გადამწყვეტი იყოს და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ მიიღოთ ეს მომსახურება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კითხვა, ანუ ერთი კითხვის ფარგლებში voice-ით ხდება პასუხის გაცემა, ხო? იმასაც გეტყვით, რომ ეს არ არის კი და არას პრინციპით, ეს საკმაოდ ვრცელი პასუხია ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანი იმიტომ სვავს თუნდაც იმ ერთ კითხვას, რომ რაღაცა მიიღოს მისთვის ასურველი რაღაცა გადაწყვეტილებისთვის, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს ხდება. ასე რომ აი ესეთი მომენტი არის და რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს და ვისაც უნდა დამცავები ან უბრალოდ რაღაც მოზიდვა ფინანსური ან პირადი ურთიერთობისთვის, ესეთი მშვენიერი აქსესუარები, რომელიც პერსონალურად მზადდება თითოეული ადამიანისთვის, შეგიძლიათ შევუკვეთოთ და აკეთებთ, ხო? ეხლა კი მოდით გავაკეთოთ პარტნიორულ ურთიერთობაზე, რომელიც ყველაზე ისეთი აქტუალური თემა. პარტნიორული ურთიერთობა, ნახოთ. ვინ მოვა ჩვენთან სასაუბროთ, რა ენერგიებში ხართ, რა სიტუაცია გაქვთ და იმის მიხედვით გავყვეთ მერე ვითარებას, ხო? მოდით, ნახოთ. პირველ რიგში თქვენი ენერგიები, თქვენი პარტნიორის ენერგიები და რა სიტუაცია გაქვთ ეხლა ამ ეტაპზე, ამჟამად, რომ მიხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. დავიწყოთ თქვენი ენერგიები პირველ რიგში. ესე ვიტყოდი, რომ თქვენი ენერგიები არის ესეთ მდგომარეობაში. ძალიან იმედგაცრუებული ხართ იმ შედეგით, რომელიც დადგა, ხო? შეიძლება ცოტა ესე ვთქვათ, რომ გეგონათ, რომ ძალიან სწორად მიდიოდა ყველაფერი, რაღაცა ემოციებით სავსე სიტუაცია გქონდათ, რაღაცა ესე ვიტყოდი, რომ ბედნიერების შეგრძნების მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა ცოტა რაღაცა გულნატკენი ხართ იმასთან მიმართებაში, რომ თქვენს მიერ ჩადებული ენერგიები, ეს არ არის მარტო პირადზე რომ ვთქვათ, ნახეთ, ზოგადად ცოტა ესეთი ცოტა რთული პერიოდია შეიძლება ეხლა ამ ეტაპზე თქვენთვის, იმიტომ რომ რაღაცა თქვენს მიერ ჩადებული ზრუნველობა, თქვენს მიერ ჩადებული ენერგიები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი უნდა მიგიღოთ, სამწუხაროდ ისე არ მოხდა, როგორც თქვენ გინდათ და თქვენს ჩადებულ რესურსს ეკუთვნის და ცოტა იყოს და მეტგაცრუებული მომენტი არის, სადაც უბრალოდ ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ ნახეთ, მეორე მომენტი კიდე რა არის, რომ უბრალოდ დაიღალეთ, სულ თქვენ აკეთოთ რაღაცა
საქმე განსაკუთრებით ურთიერთობაში სულ თქვენ ჩადოთ რაღაცა რესურსი და მეორე მხრიდან არ გქონდეთ ხო იგივე პასუხი იგივე დამოკიდებულება ვთქვათ ანუ ხა შეიძლება ადამიანი რაღაცა არ იყოს ცუდ განწყობაზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის საფასურს მაინც არ გაძლევდეთ რასაც თქვენ აკეთებთ ამ ადამიანისთვის ხო ეს რაღაცა ეს მომენტი არის და ცოტა რაღაცა იმედგაცრუების მდგომარეობა გაქვთ ნახოთ აბა ეს ადამიანი რა ენერგიებშია რაც შეეხება ამ ადამიანს მე ესე ვიტყოდი რომ აქ ადამიანი რატომღაც აქ თუ ვიცით როგორი მომენტია მე ესე ვფიქრობ კერა და ასაც ვხედავ აქ შესაძლებელია რომ სამკუთხედ სიტუაციაზეც იყოს აქ მაგრამ ყველამ კარგად იცის რომ ეს სამკუთხედ სიტუაციას არ ვეძახი მარტო ურთიერთობას ვინმე ალბათ მე მამაკაცთან ხო ეს შესაძლებელია იყოს თქვათ თუნდაც ოჯახის წევრები რომლებიც რაღაცა არასწორად ერევიან და სულაც არ ეკუთვნით ჩარევა ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში ხო აქ ადამიანს აქვს როგორი მომენტი ადამიანი არის გაჩერებული მდგომარეობაში ძირითადად გადართული არის რატომღაც მის მატერიალურ მდგომარეობაზე მე ესე ვიტყოდი რომ ადამიანი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მის გარშემო მყოფების აზრს ესე ვიტყოდი ნახეთ მეორე მხრივ ადამიანი არის ციხში შესული თუმცა მაინც არ კარგავს იმედს რატომღაც ესე ვიტყოდი რომ ამ სიტუაციიდან გამოვა მაინც რატომღაც თulis რომ შესაძლებელია გამოდის თუმცა შეიძლება ეს მომენტიც იყოს რომ ანუ აზრსაც ითვალისწინებს რომ ციხში როდესაც არის ადამიანი შესული და ვერ მოქმედებს შეიძლება იმის ეკითხება რჩევასაც რომ აი ამ სიტუაციაში თქვათ როდესაც ისეთი მდგომარეობა აქვს როგორ გამოვიდეს ხო როგორ მიიღოს გადაწყვეტილება და რა კუთხით წაიყვანოს ურთიერთობა. ნახოთ აბა თქვენს ურთიერთობაში რა ხდება. ხო, ანუ აქ აშკარად სამკუთხედია, მოდით ესე ვთქვათ, ეს არის ურთიერთობა, რომელიც უფრო მეტად რეზონირდება სამკუთხედთან მიმართებაში. თქვენს ენერგიებში ციგნობა შეიძლება თქვენ ყავდეთ და მაინც პარტნიორს არა ხო? აქ არის манипуляტორული მდგომარეობა, აქ არის დამძიმებული სიტუაცია, როდესაც უბრალოდ ვითარება ისე განვითარდა, რომ ფიზიკურად ადამიანს უჭირს რაღაცა პასუხი დასმულ კითხვებს და შეიძლება ითქვას, რომ თავადაც უჩნდება რაღაც კითხვები საკუთარ თავთან და იმასაც კი ვერცევს პასუხს ის კი არა რომ თქვენ გაგცეთ რამე პასუხი. აქ არის ურთიერთობაში მდგომარეობა, როდესაც ვიღაცები შეიძლება აქ რაღაც ცოტა მაგიური კუთხით გადავქვათ რომ არ გვინდა, მაგრამ აქ არის ის მომენტი, როდესაც ურთიერთობაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც რაღაცა რომლებსაც ნახეთ შეუძლიათ თქვენს ურთიერთობაში შეიტანონ ცვლილებები, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება აქ შვილის მომენტი იყოს, თქვათ მესამე პირად, იმიტომ რომ შვილი არ არის მზად, რომ თქვათ მამამ მეორე მეუღლე მოიყვანოს, ან პირიქით დედა გათხოვდეს, ხო არის ეს მომენტები. ანუ ყოველ შემთხვევაში აქ არის ისეთი სიტუაცია, სადაც გვინდა არ გვინდა მძიმდება და რთულდება სიტუაცია, იმიტომ რომ მესამე პირები ერევიან, ხო? და ნახეთ როგორი მომენტი არის, აქ უფრო ალბათ მეორე მხარეს არის ეს სიტუაცია, იმიტომ რომ აქ თქვენ დებთ რესურსს, შეიძლება თქვენ ძალიან კარგი დამოკიდებულებაც გქონდეთ მის ოჯახთან ან რაღაცა მის შვილთან, ხო? ანუ ესეთი მომენტი, მაგრამ რაღაცნაირად ვერ დაინახეს თუ ვერ დააფასეს თქვენი რაღაც ისეთი თბილი და გულღია კავშირი, ხო? რაღაცა შეიძლება ჩამოგართოს, რომ ზედმეტად ცდილობდით რაღაცა ურთიერთობის დალაგებას ან რაღაცა ურთიერთობის აწყობას, ხო? აქ რაღაცა ეს მომენტი არის. და არის ეს ტიპის შესაძლებელი ერთი მომენტი არის ისიც, რომ შეიძლება იყოს კიდე იცით რა მდგომარეობა რო აი რატომღაც ახლა წამომივიდა ეს მომენტიც რომ ხო აი
შეიძლება ურთიერთობა იყო თქვენი დაფარული და ადამიანი ვერ ახერხებს ამ ურთიერთობის გახსნას, ხო, ვერ ახერხებს რომ აღიაროს და თქვას, რომ მას თქვენთან უნდა ყოფნა, მოყავს ეს მომენტი, მაგრამ აქ მაინც მივდივარ იმასთან მიმართებაში, აქ რაღაცა ოჯახური მდგომარეობა არის, ან დაოჯახებული ხართ, ან დაოჯახებული, ან რაღაცა მშობლის მდგომარეობა იკვეთება ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში აქ არის ეს გაშლა ძირითადად იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისთანაც სამკუთხედი სიტუაციები არის. სამკუთხედი სიტუაცია. კარგით, ვნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი, რომელიც ამოვიდა, რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე. თქვენს ურთიერთობაზე რას ფიქრობს ეს ადამიანი. იმას რომ არჩევანია გასაკეთებელი, იმას რომ მას აქვს სურვილი თქვენთან ურთიერთობის, მას უნდა ურთიერთობა, მაგრამ არჩევანი უნდა გააკეთოს როგორც ჩანს თქვენსა და რაღაცა მის ოჯახთან მიმართებაში, ხომ? რას ფიქრობთ თქვენს ურთიერთობაზე? რომ აქვს თქვენს ურთიერთობას, რატომღაც შანსი ნამდვილად აქვს. ადამიანი არ თulis იმას, რომ თქვენს ურთიერთობას რაღაცა წერტილი უნდა დაესვას. არჩევანის წინაშე დგას, ფიქრობს ამას, რომ თქვენს ურთიერთობაში ეს ადამიანი არის არჩევანის წინაშე, მაგრამ იმასაც ფიქრობს, რომ აქ არის შანსი, რომ ყველაფერი დაალაგდეს, ხო? ეს ფიქრობს კიდე თქვენს ურთიერთობაზე. თქვენ თუ ზურგს არ შეებრუნებთ, ანუ ფიქრობს იმას, რომ თქვენ მოგბესდებათ ლოდინი. აქ თუ არის ის მომენტი, როდესაც რაღაცა ცოტა ლოდინის დროის მომენტი არის, ხო? ნახეთ, ადამიანმა გითხრათ, აი ცოტა მაცადე, რაღაცას გადავლახავ, რაღაცას გავაკეთებ, რაღაცას მოვიფიქრებ, რაღაცას ისე მოვაწყობ სიტუაციას, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება, ხო? აქ ეს მომენტი აქვს, რომ ფიქრობს იმას, რომ შეიძლება თქვენ მოგბესდეთ უბრალოდ ამ ადამიანის ლოდინი, თქვენ გაგიჭდეთ ის მომენტი, როდესაც აი დავიღალე, ხო, როდემდე შეიძლება ადამიანს ელოდო, როდემდე შეიძლება რაღაცა აცადო და რაღაცა ცვლილება არა თქვა ვაცდი 1 თვე, 2 თვე, 3 თვე და შედეგი არაფერი არ არის, ხო, არაფერი არ შეცვლი. რას ფიქრობთ თქვენს ურთიერთობაზე? არ ვიცი, რაღაცა გამოჩნდება შანსი, რომლითაც ესე ვთქვათ, შეძლებს ეს ადამიანი დაინახოს, ესე ვთქვათ, ნახეთ, ფიქრობს იმას, რომ აი მესამე თვალი არის, ნახეთ და რეცხავენ ამ მესამე თვალს ანგელოზები. ადამიანი თulis თქვენ ურთიერთობას და ფიქრობს იმას, რომ იპოვის გამოსავალს და იპოვის იმ მდგომარეობას, როდესაც რაღაცა საბოლოო ჯამში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვენ არ მოგბესდეთ, არ გაეგზეთ თავარი, ეს არის ხო ამ რაღაცა ეს მომენტი, იმიტომ რომ თulis რომ არის შანსი და აი ამ შანსის გამოძებნას ეცდება ეს ადამიანი. უბრალოდ აქ ის მომენტია, რომ ეს არჩევანის წინაშე სანამ დგას და სანამ ეს ადამიანი იღებს ამ არჩევანს, რომ რა გააკეთოს და როგორ გადადგას ნაბიჯი და როგორ იმოქმედოს, თქვენ მანამდე არ მოგბესდეთ ეს სიტუაცია, ხო? თქვენ მანამდე არ მოგბესდეთ ამ ადამიანის ლოდინი. კარგით, მოდით ვნახოთ, რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, მისი გრძნობები თქვენს მიმართ. აი, გრძნობებთან მიმართებაში მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს ვიცით რა არის, აი გრძნობებთან მიმართებაში მე არ ვიცი რატოა ესეთი მდგომარეობა, ხა ადამიანი ფიქრობს, რომ არის შანსი იმის, რომ ურთიერთობა მიიღოს არჩევანი და რაღაცა გამონახოს სიტუაცია, მაგრამ გრძნობები ცოტა არ იყოს და თავდაცვის მდგომარეობა. შეიძლება იცით რა მომენტი იყოს აქ გრძნობებთან მიმართებაში, კონდეს ესეთი მომენტი, ნახეთ,
არ ველოდებოდი, ანუ ურთიერთობა მაქვს ადამიანთან, ძალიან კარგად ავეწყე, ვთქვათ, სიამოვნებს, კომუნიკაციას, ის რაღაცა ემოციებიც, მაგრამ არ ველოდები იმას, რომ იმ დონემდე მივიღო ეს ადამიანი, იმ დონემდე შემიყვარდეს. თუ ეხლა განსაკუთრებით ის მომენტი არის, რომ თუ აქ ოჯახის მდგომარეობა და მეუღლე ყავს, აი ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ისეთი მომენტი არის, როდესაც უბრალოდ ემოციები მინდოდა და გავყავი თავი იქ, რომ რაღაც აი თითქოს ადამიანი ცდილობს, რომ თავის გრძნობებზე არ ისაუბროს და თავის გრძნობები ჩაკლას, ხო? აი რაღაცა მომენტში არ გამოამჟღავნოს მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში, ხო? არ გამოამჟღავნოს მისი რაღაცა ემოციები, ამიტომ ცდილობს, რომ იყოს სულ რაღაცა თავდაცვის რეჟიმში, სულ რაღაცა ისეთი დაჭერილი მომენტები, ნახეთ, აი, როდესაც ადამიანი ხედავთ, თქვათ, ხო, და ეხლა აინთება თვალები და უცბად გაახსენდება, რომ აი, არ უნდა დაგანახოთ თავისი სისუსტე, რომ თქვათ, თქვენს გარეშე ამ ადამიანს არ შეუძლია, ხო, თუ თქვათ, თქვენს გარეშე რაღაცა არ ანუ როგორ ვთქვათ იცით რო დაგინახავთ აი ეს არ უნდა დაგანახოთ თავისი სისუსტე თქვენს მიმართ ხო რაღაცა ეს თქვენს მიმართ რაღაც თბილი ემოციების მდგომარეობა აი ამის დანახვება არ უნდა ამ ადამიანს გრძნობებთან მიმართებაში გრძნობები ну ხო გრძნობებთან მიმართებაში ადამიანი ყველანაირად ცდილობს რომ იყოს რაღაცა დაცული და არ გაამჟღავნოს თავისი მომენტები, იმიტომ რომ შეიძლება ერთ რა მომენტი არის კიდე ერთი მდგომარეობა ის რომ ეს ის განცდა და ეს ის ურთიერთობა, ხა თუ აქ ხო არის რომ ყველას ხო არ ყავს მეუღლე, ხო? რა თქმა უნდა, ესეთი მომენტი არის, როდესაც მშობელი ერევა. და ნახეთ, აქ თუ ადამიანს, ვთქვათ, არ ყავს მეუღლე და ეს სხვანაირი ურთიერთობის მდგომარეობა არის, აი ამ შემთხვევაში, ნახეთ, როგორი მომენტია, ადამიანი არ ამჟღავნებს იმას, რომ არ უნდა დაიჯეროს ის მომენტი, რომ მის ცხოვრებაში შემოიჭრა ადამიანი, რომელმაც რაღაცა შინაგანად ააფორიაქა, ხო, შინაგანი რაღაცა ემოციები მისცა, ამიტომ ეს მისთვის უჩვეულო მდგომარეობაა, ხო, ახლა ყველა არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება 50 წლისები იყვნენ და ცხოვრებაში არასოდეს არ განეცადოთ რაღაცა სიყვარული რა არის, ხო, რაღაცა ეს კი, ურთიერთობაც გქონიათ, პარტნიორიც ყოლიათ, რაღაცა ყველაფერი, მაგრამ აი რაღაც აი ის ერთადერთი განცდა, რომელიც სიყვარულზე არის აგებული, აი ეს რაღაცა მომენტი არ გქონიათ შეიძლება და აქედან გამომდინარე ადამიანი თავის გრძნობებს ყველანაირად მაქსიმალურად ცდილობს რომ დაფაროს. მოდით ნახოთ, რა გეგმები აქვს თქვენთან ურთიერთობაში? გეგმა თუ აქვს საერთოდ, რაიმე გეგმა. ნუ კაი, რაღაცა შანსი არის, რაღაცას მოიფიქრებს, მაგრამ გეგმაში თუ აქვს რაიმე. გეგმას რაც შეეხება, მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანის გეგმა თქვენთან მიმართებაში არის ის, რომ იბრძოლოს და არ დაკარგოს ის ენერგიები და ის ემოციები, რომელიც თქვენთან აკავშირებს. ადამიანის გეგმა არის ის, რომ იბრძოლოს იმისთვის, რომ თქვენთან ურთიერთობა კვლავ გააგრძელოს და თქვენი ემოციები კვლავ მიიღოს, ესე რომ ვთქვათ. გეგმა. აქტიურობა, ნახეთ, აქტიურობა იმ მდგომარეობით, ახლა თუ თქვენ შორის რაღაცა პატარა კონფლიქტური სიტუაცია და ეხლა ვთქვათ სიტუაციურად არ ხართ ერთ სივრცეში, ესე რომ ვთქვათ, ну ადამიანი ეცდება რომ გეგმაში აქვს ის რომ ისევ განაახლოს, ისევ იბრძოლოს და თქვენთან კომუნიკაცია არ გაწყვეტოს. მაგრამ თუ აქ ურთიერთობა ისედაც აქ უბრალოდ ურთიერთობას მე არ ვიცახი, არ ვამბობ რომ დაშორებულები არიან, აქ არის რაღაცა კონფლიქტური შეიძლება გაურკვეველი სიტუაციები. მაგრამ თუ ხართ ჩვეულებრივად მაინც მიუხედავად ცოტა მძიმე პერიოდისა, მაინც ხართ ერთად, აქ არის ის მომენტი, რომ ადამიანი ეცდება რომ არ დაკარგოს ეს ურთიერთობა, ყველანაირად ეცდება ამას, თქვენი რესურსი, თქვენი ემოციები, თქვენი ენერგიები არ დაკარგოს, ჩვეულებრივად კომუნიკაცია გააგრძელოს, ჩვეულებრივად იაქტიუროს, ანუ ვთქვათ, გეგმაშია როგორი მომენტია, იცით, აი თუ აქამდე
თუ რაღაცა ხარ წავიდა თქვენი ურთიერთობა ცოტა ესეთი სტაგნაციაში ხო რაღაცა დორეთ მიდის ან თითქოს არაფერი არ იცვლება რაღაცა ის შეხვედრებიც თქვათ თუ თვეში ორჯერ გადიოდით სადღაც საავახშმოთ ახლა ერთხელ გადიხართ ან რაღაც ეცდება რომ გააქტიუროს ნახეთ ეცდება რომ განაახლოს ისევ ეს ენერგიები ანუ ისევ რაღაცა ემოციები თავიდან როგორც იყო შეხვედრა ყავის დალევა იქ რაღაცა საჩუქარი თუ უბრალოდ კომპლიმენტები ეს ადამიანი ეცდება ანუ გეგმაში აქვს რომ ეს ემოციები არ ჩამოშალოს ხო ანუ ისევ გქონდეთ ეს ემოციები სტაბილურობა შეინარჩუნოს ხო აი ადამიანი ეცდება ყველანაირად რომ აი სიმშვიდე თქვენს ურთიერთობაში თქვენს გარემოცვაში მაქსიმალურად შეინარჩუნოს რაღაცა სტაბილურად წყნარი შვიდი გარემო რომ შეიძლება ითქვას რაღაცა ეს პატარ-პატარა გაურკვევლობები რაღაცნაირად გამოწიოს ესე რომ ვთქვათ და რაღაცნაირად თქვენი ემოციების ცოტა თამაშით შეიძლება ითქვას, ხო? რაღაც რომ როდესაც ადამიანი უბრალოდ დრო გაწელოს, აი ესე ვიტყოდი, ხო? აი დრო გაწელოს იმაში, რომ გადაწყვეტილება მიიღოს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ადამიანი ამბობს იმას, რომ აქვს პერსპექტივა, თავად თქვენ არ მოგბეზრდეთ და ის ზუსტად ის რომ არ მოგბეზრდეთ, აი იმისთვის ადამიანი იცდება, რომ იყოს აქტიური, ოღონდ ეს აქტიურობა აი ხო გონით არაფერი ისეთი ნაბიჯით უბრალოდ ყოველდღიურობაში რომ არ დაგკარგოთ აი ეს მომენტი კარგით ნახოთ უახლოეს პერიოდში რა ქმედება ექნება ამ ადამიანს თქვენს მიმართ უახლოეს პერიოდის ქმედება თქვენს მიმართ იცით რა არის ნახეთ ქმედებასთან მიმართებაში მოდით ესე გეტყვით დიდი ქმედების და დიდი რაღაცა აქტიურობით ნამდვილად არ გამარჯვება ერთადერთი ქმედება ამ ადამიანს შეიძლება იყოს რაღაცა შემოთავაზება სადმე ქალაქგარეთ გასვლის უბრალოდ რაღაც თქვენთან განმარტოვების თქვენთან რაღაცა ემოციების გაცვლის მდგომარეობა ქმედებასთან მიმართებაში მე გეტყვით ესეთ რაღაცას რომ ადამიანი ეცდება რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს უბრალოდ რბილი ურთიერთობა ანუ დაბალანსებული ურთიერთობა პირდაპირ გეტყვით რომ თქვენ შეიძლება ითქვას მიუხედავად იმისა რომ რაღაცა შეიძლება ცოტა ადამიანურად მოსთხოვოთ, აი მაგალითად თქვენ რომ მოსთხოვოთ, რომ აი ან მიიღე ხა გადაწყვეტილება, ან წადი ჩემი ცხოვრებიდან, ხო? ადამიანი ყველანაირად კონფლიქტური სიტუაცია რო შექმნათ. მოდით აი ესე რომ ვთქვათ, უფრო კარგი ის იქნება, აი თქვენ რო შექმნათ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია, როდესაც აი ამ კონფლიქტით ვთქვათ, შეიძლება თქვენი ურთიერთობა რაღაცა დაიშალოს, ან გავიდეს გაეცალოთ ერთმანეთს, ხო? აი პირდაპირ გეტყვით, რომ აი ამ კონფლიქტურ სიტუაციას ეს ადამიანი გადაყლაპავს. აი თქვენ როგორც სულ განწყობაზეც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა ეჩხუბოთ, ეს ადამიანი აი ამ კონფლიქტურ სიტუაციას გადაყლაპავს და არ გაამახვილებს ყურადღებას. ხვდებით, თქვათ, თუნდაც რომ აეჭვიანოთ. მოდით ესე გეტყვით კიდე. თუნდაც რომ ვიღაცა მოგწეროთ SMS-ი ან რაღაცა დაგირეკოთ, ან რაღაცა უთხრათ, რომ ვიღაცამ ყვავილები გამოგიგზავნათ, ან რაღაცა მსგავსი მომენტიც, ხო? პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადამიანი უბრალოდ დაახრის თავს, თვალებს, ძალიან ღრმად ჩაისუნთქავს, ამოისუნთქავს და ვითომც აქ არაფერი, აი ესე გაატარებს ამით, იმიტომ რომ ამ ადამიანის ერთადერთი ქმედება რაც არის ამ უახლოეს პერიოდში ის არის რომ შეინარჩუნოს თქვენთან ურთიერთობა, შეინარჩუნოს თქვენთან კომუნიკაცია, შეინარჩუნოს თქვენთან რაღაცა შეხვედრა, ემოცია, საუბარი, აი
ანუ ადამიანს არ უნდა თქვენი გაშვება. მოდით ესე ვიკითხოთ, რატო არ უნდა თქვენი გაშვება, ხო? თქვათ, კაი, მესამე პირები არიან, რაღაცა გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ახლა როდემდე შეიძლება გადაწყვეტილება ვერ მიიღოს ადამიანმა, მოდით ნახოთ, რატო არ უნდა ამ ადამიანს თქვენი გაშვება. მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანის ცხოვრება თქვენ ძალიან რადიკალურად შეცვალეთ. აი, შეიძლება ესე ითქვას, რომ ადამიანის ცხოვრება, თუნდაც რომ ეს ურთიერთობა იყოს მეუღლესთან, ანუ ვთქვათ, მე ხო სამკუთხედ სიტუაცია, თქო თავიდანვე ვთქვი, სულ რო ყოფილიყო, მე ვიყავდეს მეუღლე, შვილები და ასე შემდეგ. თქვენ ამ ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალეთ. ანუ ნახეთ, რას ნიშნავს. ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ერთი რუტინული ცხოვრება, როდესაც სამსახურის სახლი, მეგობრები, თქვათ რაღაც, აი სტანდარტული ყოფითი ცხოვრებით ცხოვრობთ. ნუ თუ აქ მეუღლე არ აყავს, მაშინ გეტყვით, რომ აი უბრალოდ, ვიცი, დილა სამსახურში წავიდა, მერე დაამთავრა, მერე რაღაც ბირჟაზე ბიჭებთან ერთად დადგა, თუ გოგოებთან ერთად გავიდა, ყავის დასალევად, ანუ ნახეთ, ერთფეროვანი მდგომარეობა ქონდა ამ ადამიანის ცხოვრების. ანუ ერთი და იგივე ხდებოდა ყოველდღიურად. ანუ ახალი წელიც ანუ ახალი წელიც ესეთივე იყო, ხო? რაღაცა სამსახური არ არის ახალ წელს, მაგრამ ნუ ისო მეგობრები, ხო? აი თქვათ, არაფერი ისეთი რაღაცა მნიშვნელოვანი და რაღაც ისეთი ემოციური მდგომარეობა. აი თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში, მე ესე ვიტყოდი, ძალიან დიდი და რადიკალური ცვლილებები გააკეთეთ, ხო? შეიძლება ითქვას, ნუ არა მარტო პირად ურთიერთობაში, არამედ შეიძლება კარიერულ კუთხითაც. ნახეთ, კარიერული კუთხით რა კუთხით? ნახეთ, თუ ადამიანს შეიძლება ჰქონდა ძალიან დიდი პოტენციალი, უბრალოდ სამსახურში მუშაობდა, ჩვეულებრივად რაღაც მოჭრილ ხელფასზე რაღაცას აკეთებდა, თვის ბოლოს ხელფასს იღებდა, თქვენ ამ ადამიანს დაანახეთ, რომ იცი რა, მარტო ეს არ არის ცხოვრებაში, რომ მარტო ხელფასი ავიღოთ. შენი პოტენციალი არის, რომ რაღაც ბიზნესი გააკეთო, რაღაცა შექმნა, რაღაცა სხვა, ან რაღაცა კონკრეტულ სამუშაოზე მუშაობდა 10 წელიწადი და ვერ იცვლიდა, იმიტომ რომ რაღაცა ეშინოდა რაღაც რადიკალური ცვლილებების, თქვენ ეს ცვლილებები შეიძლება ჩაატარებინათ და აღმოჩნდა, რომ იქ რო იღებდა 1000 ლარს ხელფასს, აქ აიღო 2000, იგივე დატვირთვაში, იგივე საქმეში და ასე შემდეგ. ხო, აი, ნახეთ, თქვენ ამ ადამიანს დაანახეთ ცხოვრების სხვანაირი ეტაპი, სხვანაირი რაკურსით დაანახეთ, ხო, მონეტას, რომელსაც უყურებდა ერთ მხარით და მოუტრიალეთ და ანახეთ, რომ იცი ამ მონეტას მარტო ეს ერთი მხარე არა აქვს, ხო, ან მეორე მხარეც აქვს და შეხედე, ნახე როგორი საინტერესოა ეს ცხოვრება. შაი რაღაც ეს მომენტი არის, რაღაცა სიხალისე შეიტანეთ, რაღაცა ენერგიები შეიტანეთ, ესე ვთქვათ, გამოაფრთხილეთ ეს ადამიანი, მე ესე ვიტყოდი. თქვენ ფაქტიურად ადამიანი, მე ესე აღვიქვი ხა ეს მომენტი, როდესაც ეს შეგრძნება მქონდა, რომ ადამიანი, მცოცხალი ადამიანი, რეალურად ნუ არ ცოცხლობდა. ესე ვთქვათ, ნახეთ, რა მომენტია. როდესაც ადამიანი არანაირი ინტერესი არ ქონდა, არანაირი რაღაცა ესეთი დიდი ამბიციები არ ქონდა, როდესაც უბრალოდ თავისთვის რაღაცა მიდიოდა, მოდიოდა, ანუ რაღაცა ის ერთ კაბას იყიდა თუ ერთ შარვალს იყიდა თუ რაღაცა იქ ყვება, რაღაცა, ანუ ადამიანი ცხოვრობდა ჩვეულებრივად ერთი სქემით და ეს ხდებოდა წლები. წლების მანძილზე ადამიანი ცხოვრობდა ერთი და იგივე სქემით, ერთი და იგივე ხდებოდა მის ცხოვრებაში. შეიძლება თქვენ ესე ვიტყოდი, თქვენ იმდენად შეცვალთ, რომ ადამიანი, რომელიც თქვა შეიძლება 10 წელიწად ესეთ ჩვეულებაში არ ყოფილა, ჩვეულებაში DIF-ებსაც იღებს, იმიტომ თქვენთან რომ სადმე გავიდეს გასესეირნებლად, რაღაცა ემოციები მიიღოს, თუნდაც საღამო სამსახურის მერე როგორ დაღლილიც არ უნდა იყოს, ადამიანი ცდილობს რომ გამოვიდეს ის ფინჯანი ყავა და მიიღოს თქვენთან ერთად და რაღაცა ემოციები გაცვალოს, გეცაუბროთ. ადამიანი, რომელიც თქვათ არ არის ისეთი გახსნილი, თქვენ შეძელით რომ ისაუბროთ თავის პრობლემებზე, თავის ცხოვრებაზე, ხო? აი თქვენ ამ ადამიანთან, იმიტომაც არ უნდა თქვენი გაშვება, რაღაცა ცხოვრება დაანახეთ აბსოლუტურად სხვა თვალით. ცხოვრება დაანახეთ, რომ არ არის ისეთი უფერული და
უღიმღამო, ხო, ესე ვიტყოდი. თქვენ ამ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადამიანს შეიძლება ყავდეს მეუღლე, იმიტომ რომ სამკუთხედ სიტუაციას უყურებთ, მაინც დაანახეთ, რომ ოჯახი რა არის, ხო, ანუ რა ფასეულობები სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი, ხო. შეიძლება ის რაღაცა მატერიალურადაც ძალიან კარგად დაეხმართ. მე არ ვიცახ იმას, რომ თქვენ ფინანსურად ეხმარებით, არა. ნახეთ, თქვენი იდეებით, თქვენი შემართებით, რომ მას შეუძლია, ანუ მისი აზროვნება გაზარდეთ, ხვდებით? ანუ ამ ადამიანის პოტენციალი გაზარდეთ და შესაბამისად ამ ადამიანს არ უნდა თქვენგან გაშვება და ამიტომ თulis რომ რაღაცა არ ვიცი ხა როგორ მოაგვარებს ამ სიტუაციას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფიქრობს და თulis იმას, რომ სავსებით შესაძლებელია არ ვიცი ხა თუ მეუღლე ყავს ცოტა რთულია კურდღელის მატევარი გახდეს ადამიანი, ну, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში თუ არ ყავს რაღაცა იქ ოჯახთან დაალაგებს კი ბატონო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი მაინც თulis იმას, რომ რაღაცა შანსი არის ამ ურთიერთობისთვის და მას მიუხედავად იმისა, რომ დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა და ცდილობს, რომ რაღაცა შეინარჩუნოს სტაბილურობა, ადამიანი მაინც ცდილობს, რომ თქვენ არ დაგკარგოთ და მიზეზიც არის ის, რომ თქვენ ამ ადამიანისთვის აღმოჩნდით, ასე ვთქვათ, პიროვნება, რომელმაც შეიძლება ითქვას რაღაცა მიზნები დაუსახეთ, ხვდებით? ხო არიანად ძალიან ბევრი ადამიანი არის ისეთი, რომელსაც ხელი აქვს ჩაქნეული რაღაც ჩვეულებრივად მიყვება, ყოველდღიურობას მიყვება და ხელი აქვს ჩაქნეული, რომ აი ხვალ იგივე იქნება ზეგაც იგივე იქნება, იმიტომ რომ 20 წელია და 30 წელიწადია ესია და რა ვიცი 50 წელიწადი რა ხვალ შეიცვლება რაღაც, მაგრამ თქვენ ზუსტად თქვენ გააკეთეთ ის, რომ ადამიანს დაანახეთ, რომ არა, შეიძლება 30 წელიწადი ერთ და იგივეს აკეთებდი, მაგრამ ხვალიდან შეგვიძლია სხვა რამე გააკეთო და ბევრად საინტერესო გახადო შენი ცხოვრება, ხო? ბევრად საინტერესო. ანუ მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ამ ადამიანთან იმუშავეთ ფსიქოლოგიურად, აი რასაც ქვია ფსიქოლოგის მანტია მოირგეთ და ადამიანს სხვა სტილი მიეცით ცხოვრების შეიძლება ითქვას. ხვდებით, აი უბრალოდ გამოაფხიზეთ და დაანახეთ, რომ ხეები ხან არის ფოთოლი, ხან არ არის ფოთოლი, ხან მწვანეა, ხან ყავისფერი, ხან ყვითელი და ასე შემდეგ და წელიწადის დროები იცვლება და არ არის ერთი და იგივე დრო, ხო? არც ზამთარი არ არის, არც ზაფხული არის. აი რაღაცა ამ ადამიანში რაღაცა ძალიან ძირეული ცვლილებები გაქვთ ჩატარებული. მოდით ნახოთ, თქვენ რას გირჩევთ? თქვენ რას გირჩევთ სამყარო ამ ურთიერთობაში? ნახეთ, მე ესე გეტყვით, რომ თქვენ ძალიან რესურსიანი ადამიანი ხართ. თქვენ ძალიან დიდი შანსები გაქვთ ცხოვრებაში. მე ესე ვიტყოდი, რომ გზები გახსნილი გაქვთ, ანუ გახსნილი გაქვთ რა კუთხით, იცით, აი თუ მოინდომებთ ყველაფერს მიაღწევთ, თუ მოინდომებთ ყველაფერს შეძლებთ, თუ მოინდომებთ თქვენთვის არ იქნება სირთულე არაფერი. განსაკუთრებით მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენთან მატერიალური კუთხით ძალიან კარგად შეიძლება განვითარება. ანუ ნებისმიერი თქვენი სურვილის და თქვენი ჩანაფიქრის მატერიალიზმში გადმოტანა. რას გირჩევთ სამყარო? მე ესე გეტყოდით, რომ არ დაკარგოთ თქვენი თავის ფასი, არც ერთ შემთხვევაში. არ დაკარგოთ ის მომენტი, რომ თქვენ რა გინდათ მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ მიეცით შანსი, ნახეთ, მთელი ცხოვრება არავის არ უნდა ელოდოთ და არც 20 და 30 წელიწადი არ უნდა ელოდოთ, მაგრამ მიეცით რაღაც კონკრეტული პერიოდი, კონკრეტული დრო ამ ურთიერთობას, ესე ვიტყოდი, რომ ადამიანმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და მიიღოს საბოლოოდ სად მიყავს ურთიერთობა. ნახეთ, თქვენთვის თუ მისაღები არ არის, თუ პარტნიორი ყავს სამკუთხედ სიტუაციაში ურთიერთობა
არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდეთ ამ სიტუაციას. თუ მისაღები არ არის თქვენთვის საიდუმლო ურთიერთობა, თუნდაც არ ყავდეს პარტნიორი და ეთიკოს ვერ ვეტყვი, მსგავსი მომენტებიც არის და თქვათ რაღაცა უკან თქვენ ზურგს უკან არის რაღაც ესეთი სიტუაციები, როდესაც თქვათ შვილები არის ან რაღაცა განათხოვარი და საქართველოში უკვე ხსენება როგორ ვაქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას. მსგავსი მომენტები თუ არის, არ დაიხიოთ უკან იმ ხრივ, რომ დამალული და დაფარული არაფერი არ უნდა იყოს. ანუ არ მოიტყუოთ თავი, ნახეთ, არ მოიტყუოთ თავი მასთან მიმართებაში, რომ არა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში რაღაცა ქვეყანა დაიქცეოდა. ნახეთ, როგორი მომენტი არის. სამყარო გეუბნებათ და რჩევა არის თქვენთვის ის, რომ აქამდეც ბევრი გიბრძოლიათ, აქამდეც ბევრი გიკეთებიათ, აქამდეც ამ ადამიანის გარეშეც კარგად ხართ მოსული და არ მოიტყუოთ თავი იმასთან მიმართებაში, რომ თქვენ ვერაფერს ვერ შეძლებთ ამ ადამიანის გარეშე და თქვენი პოზიციები არ დათმოთ, ხო? თუ თქვენი პოზიცია ხა მე არავის არ ვეუბნები იმას, რომ ვიღაცის ოჯახი დაანგრიეს თქო, მაგრამ უბრალოდ ხა არ არის სასიამოვნო მეორე ადამიანად ყოფნა, ხო? არანაირად. ამიტომ სამყარო გეუბნებათ და გირჩევთ იმას, რომ ხო, იბრძოლეთ იმისთვის, რაც თქვენია, რაც თქვენ გეკუთვნით, ხვდებით? იმისთვის იბრძოლეთ, რაც თქვენ გეკუთვნით. შეგიძლიათ ძალიან კარგად მიყვეთ ყველაფერს და თქვენი ცხოვრება ძალიან კარგად გქონდეთ დალაგებული. არ იფიქროთ ის მომენტი, რომ თუ რაღაცა პერიოდი ეს ადამიანი თქვენს გვერდით შეიძლება ისეთ მომენტში აღმოჩნდა, როდესაც ძალიან გჭირდებოდათ დახმარება, თქვათ, უბრალოდ ემოციური დახმარება და ეხა ფიქრობთ იმას, რომ ეს ადამიანი რო არ ყოლოდათ, რა გეშველებოდათ და ამიტომ ის გადაწყვეტილებას დაელოდოთ 20 წელი და 30 წელიწადი, არ დაელოდოთ არაფერს, უბრალოდ კი, რა თქმა უნდა მისცეთ რაღაცა გარკვეული პერიოდი ურთიერთობას, ნუ ხა თუ 2 თვის და 3 თვის დაწყებული ურთიერთობა არის, ხო, და რაღაც უცბად აირია ყველაფერი, ნუ ხა დრო სჭირდება, ხო? აქედან გამომდინარე, მიეცით საშუალება, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს, რა უნდა ანუ რა არის მისთვის პრიორიტეტული, ჩამოყალიბდით რა არის თქვენთვის პრიორიტეტული და შემდეგ მიეცით ამ ურთიერთობას რაღაცა ფორმა, ხო? ანუ მე ესე მაწყობს, ან მე ესე არ მაწყობს და ანუ ნახეთ, მე არ ვამბობ იმას, რომ მარტო თქვენს გადაწყვეტილებაზე წამოვიდეს ეს ადამიანი, ან მარტო თქვენ წახვიდეთ იმ ადამიანის გადაწყვეტილებას. ანუ ერთობლივად მოძებნეთ ის რაღაცა კვანძი, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება. ორივესთვის სწორი და პოზიტიური მდგომარეობა იქნება. აი ამას გირჩევთ სამყარო. მოკლედ, მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობას, ისეთ ურთიერთობას, სადაც არავინ არ ჩაერევა. გისურვებთ, რომ იყოთ მუდამ ლაღები, სიყვარულით ახსოვსენი და შეგახსენებთ, რომ აქციები დაიწყო, ისე რომ შეგიძლიათ ჩაეწეროთ და ნახოთ, რა ბედი ელოდება თქვენს ურთიერთობას, უფრო კონკრეტულად, უფრო სწორი მიმართულებით, იმიტომ რომ საჯარო კაშლა მაინც საჯარო კაშლაა და აქ ასე თუ ისე უნდა ამოიცნოთ თქვენი მდგომარეობა და თქვენი სიტუაცია, მაგრამ როდესაც უკვე პირადად აკეთებთ თქვენს კონკრეტულ პირად დიაგნოსტიკას, იქ უკვე ბევრად ნათლად ჩანს, რამდენად აქვს პერსპექტივაც, შანსებიც, რამდენად რამის გამკეთებელი ადამიანი და საერთოდ სამყარო რას გირჩევთ ურთიერთობაში. შეიძლება იყოს ესეთი რაღაც, რომელიც რაღაცა ნაბიჯი, რომელიც თქვენ რომ გააკეთოთ, ყველაფერი შეიცვლება. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა. დროებით.